მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა მოვაღწიე თქვენამდე, უკვე რამდენი დღეა არ გადამიღია, მართლა არ მახსოვს. მოკლედ, ჩემ ტელეფონს აქვს ელემენტის, თუ რა ქვია, ეგრეთ წოდებული ბატარეის პრობლემა. წარამარა დასატენია, ეხლაც არ არის ბოლომდე დატენილი 50%-ია, არა, გატყუებთ 59-60-მდე იყო ასული, მაგრამ მეთქი ეხლა ჩავწერ ვიდეოს თქო, მე კიდე რა ვიცი, მოკლედ ხო ჩავწევ იქ ეგინეს უსმენ, მიყურებდი უხასწორედ. დღეს ესე ჩვეულებრივად მოკლედ ვიღლები თავისთავად, დაიღლები ადამიანი მთელი დღე, როცა იქნები გასული, ეხლა ეს რა ქვია ამას, ეს ფანერი რატომღაც ვარდება და უჯრის გამოყარე ყველაფერი. დავაჭედოთ. მეჭედება. რაღაცა უნდა მოვიფიქრო აქ. იყო თავისი. მაგრამ გიგონები ესეთ მძიმე რაღაცები ვიღებ შიგნით, რომ უჯრა დამძიმდა შიგნიდან. მოკლედ დღეს ვიყიდე ეს რა ქვია მას, დომესტოსი, სარეცხის ფხვნილი, აეროზოლი, ანუ საღამოს რა მოვიტანე, იმიტომ რომ მთელი დღე რო არა ვარ სახლში, თავისთავად დილის საათებში რაღაცებს ვასწრებ ხოლმე. მაგალითად ჭუჭრას დავრეცხავ ხოლმე, სესოს გავუმზადებ ხოლმე, თუ მაგალითად თუ კარტოფილი უნდა შეწვას, გავუთლი ხოლმე, ხანდახან დავუჭრი კიდევაც წყალში. დავუტოვებ ხოლმე და მე უკვე თვითონ წვავს. ხო, და ნუ ეს ძალიან რთულია ესე, მაგრამ შეღავათი ის არის, რომ შაბათ-კვირას ვისვენებ მეგობრებო და ეს მახარებს. ნუ გაფი დღეს იყო და ხო, კატებიც ფაქტიურად მშივრები მყავს, იმიტომ რომ ნუ ესე მოხდა რა ამ პერიოდში. თან ვერც ვახერხებ, რომ გავიდე ზოომაღაზიაში. ვიყიდო 5 ლარის, 10 ლარის რამე საჭმელი კორმი თვითონ. მაგრამ კორმი არ ყოფნით ამათ მარტო, ამათ უყვართ ეს ნაირნაირები და იმიტომ არის, რომ კორმს შეჭამენ, მერე მაინც მოდიან და სოსოს ვერ უბედავენ, მაგრამ ჩემთან დაждდებიან ხოლმე და მიყურებენ რა, ნამუსზე მაგდებენ. ლუკმას არ შემარგებენ, რომ არ მომთხოვონ თვალებით. ხო, ეხლა თან ყავას გავიკეთებ. ხო, ყავაც ვიყიდე. მეგობრებო, არ ვიცი, საერთოდ ზოგადად ასე გაძვირდა თუ ჩვენ მაღაზიაში გაძვირდა, მართლა ვერ გეტყვი. ისეთი ფასებია, ყავას რომელსაც ყიდულობდი 2 ლარნახევრად თუ 3 ლარნახევრად დაახლოებით ესე აღარ მახსოვს. ეხლა ეს ყავა ღირს 4 და 5 ლარამდე რა. დანარჩენები 6, 7, 8, 9. ერთი ბეწოა ესეთი შეფუთვები. აწიმე ყავას აქ აღარ ვიყიდი, საერთოდ ბევრ რაღაცას აღარ ვიყიდი, იმიტომ რომ რადიკალურად აწეულია ფასები.
და ვიყიდი ხოლმე ან ორნაბიტში, ან ესეთ სუპერმარკეტებში, თორე დავიყიდები, იმიტომ რომ ისეთი ცოტა რაღაცეები ავიღე ჩვენ მარკეტში მეგობრებო და უცბად ავარდა თანხა და ანუ ვალი მაქვს ეხლაც ორივე ცვლაში, ორივე ქალთან რა, მოკლედ ერთთანაც და მეორესთან. ცოტ-ცოტას ხო ვაკლებდი, მაგრამ მაინც დამრჩა დასასტურებელი დღეს ისეთი მისაყოდურა. როგორი, აი, ხერხო ძალიან ისეთ ცუდი გზნობაა რა, მაგრამ დასვისემთ აი. ხო, საერთოდ როგორც წესი დაბალღობეს უფრო მაშვებიან ხოლმე, თორე მე კი ვიცი, რომ მანდ ისეთ ხალხს აქვს ვალი, ვისაც ვერ უბედავენ იმდენად შეხსენებას. რას ვიზამთ? კაცი რომ ყოფილიყავი, ალბათ სხვანაირად გამელაპარაკებოდნენ, რა ვიცი. მოკლედ, ეხლა მაქვს კიდე გეგმაში, ოღონდ შაბათ-კვირას ჩემთან გავალ. ის ეგრეთ წოდებული ოპტალოი მაღაზია როა, მანდ ვიყიდი შამპუნს, კბილის პასტას, ჯაგრისებს, მოკლედ და კიდე ის მინდა თუ ვნახე ეს ეგრეთ წოდებულ მაჩალკას რო ეძახი ეგ მინდა ხარა რაღაცა დროით მოხსნი ამ პრობლემას. ახლა საერთოდ მანქანა ჩავთე, რაღაცები მქონდა დასარეცხი. მოკლედ რა გოგოები ყევხართ. აი, იცით რა მიყვირს, მეგობრებო, ახლობელი ადამიანები ისე არ უდგანან ხოლმე ადამიანებს გვერდში, როგორც თქვენ, ანუ მიხვდებიან ის, ვისაც მიმართა, როგორც თქვენ, ვინც გვერდში დამდგომი ხართ, მიდგეხართ, მოკლედ, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერი ყოფილა, რომ გრძნობ, რომ მარტო არ ხარ. იმიტომ რომ აი, სხვისი ჭირი ღობეს ჭხირია რა, მართლა სწორი ნათქვამია. მე ვაკვირდები ხალხი თავის თავში არის ჩაფლული და ნაკლებად აღელვებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა. მარტო ხელა დედა ხარ, თუ ისა ხარ, თუ ესა ხარ, ოღონდ თვითონ თავის თავზე იფიქროს და სხვა იქით აღარავინ არ აინტერესებს. აი მართლა იშვიათია, უიშვიათესია კეთილშობილი ადამიანები და ესეთ ადამიანებს ღმერთი აუცილებლად აი ეჭვი არ მეპარება. ისეთ დროს მოულენს იმ სიხარულს და ყველაფერს, როცა ან არ ელოდება, ან აი ნუ მოკლედ დაცული იქნება ყოველთვის ღვთისაგან. მე ამისი ძალიან მჯერა. ეხლა ეს ყავა ვიყიდე, იცით რომელი მეგობრებო? აი, ყველაზე იაფია. ხო, აი 4 და 50 ისე დაწერია. თუ დაინახავთ. აი, ეს ყველაზე იაფია. მე მგონი დაჟე ორნაბიტში ლარნახევრათაც იყო თუ რაღაც ორლარამდე. წარმოიდგინეთ და 4 ნახევარი. არ ვიცი, მითხარით დამიწერეთ ყველგან ესე გაძვირდა თუ ჩვენ მარკეტში გააძვირეს რატომ რაც. ისე რატო არ არის ეს ფასების კონტროლი? თვითნებურად შეიძლება ადამიანმა ესე აუციოს ფასები. მოკლედ. ხო და ეს მეგობრებო საინტერესო არაფერი არ ხდება, არის ერთფეროვანი სამსახური, ანუ ერთი და იგივეს ვაკეთებ ყოველ დღე. დილა იწყება იმითი, რომ დარბაზს ვალაგებ, ანუ ხდება მოწმენდა მთელი დარბაზის სველი, ანუ სპეციალური ხსნარებია. და ნუ მთელი კიბე, გარე ის სიცოცხლე, ანუ იქ ეგრეთ წოდებული საფერკლე
ესე იგი, ჩვენი მომხმარებლები იმდენად არ აბინძურებენ, რაც ქუჩაზე ვისაც არ ეზარება გაივლის გამოივლის ყრის. მე მადლენამ ადგეს და უნდა ყაროს ეს ნამდვილად. ხო და რაღაცა უშნოდ ბოლოს. ხო მე გადავინაცვლებ თოლმე სამზარეულოში. სამზარეულოს ცალკე სხვა ხსნარებით ვალაგებ, იქ უფრო მეტად ვიყენებ ქლორიანს. იმიტომ რომ გეფიცებით იმ დონემდე მაქვს იქაურობა მიყვანილი, რომ საოპერაციოსავით სტერილურია. წამდავწում ქლორიანით წმინდა იატაკებს თავისთავად ზედაპირებს აი იცით როგორ გავწმინდავ ზედაპირებს მერე კიდე ეს ხელსახოცები ესეთი რა აი ტილო ხელსახოცები რა მაგითი ვაპრიალებ და მოკლედ რა ჭვინავს და ზინავს ყველაფერი ჩვენთან ყველაფერი აბსოლუტურად კეთდება ხელთათბანებით, ანუ სადილებზე მაქვს საუბარი. ერთჯერად ხელთათბანებია ესეთი რეზინი, როგორც სამედიცინო, ნამდვილი. მოდის შავი და ლურჯები. აი თავზე მაქვს წაკრული რო გაჩვენოთ ადრე ისა. ეხლა ფერებში ცოტა ისა რახანესეთი უნიფორმა გვაქვს მუქი ფერები მომიწევს ეხლა რაღაცა ესეთი ბენდენას ყიდვა რაღაცა მუქ ფერებში. მთლად შავი არ მინდა იყოს რაღაცა უზორი როგორ არის ქართულად. ორნამენტებში მოკლედ რაღაცა. მე მგონი გაზიც მალე დასატენი მექნება. ხმაზე ალბათ მარტყობთ რომ დაღლილი ვარ. რო ვთქვათ რომ ეხლა ძილი მყოფნის რომ მოგატყუებთ, იმიტომ რომ უნდა მეძინოს 7 საათზე მეტი წესი. რო ორგანიზმმა მოასწროს დასვენება, გამოძინება. და ამიტომ მაგრამ რა არის იცით თანდაო რომ გარეთ ვარ მინდა რომ სახლშიც რაღაცნაირად ვიგრძნო თავი რომ სახლში ვარ. შემიძლია ესე რომ სულ რობოტი ვიყო რაღაცნაირად შემთავს ვატყობ რომ შევიცვალესავით რა კუთხით ზუსტად ვერ ვხვდები მაგრამ უცნობ რომ რაღაცა ცვლილებები არის ჩემში და არ მომწონს იმიტომ რომ რაღაცნაირად არ ვიცი რა ჩემ ჯამში არ ვარ მოკლედ მოლოდინი მაქვს რომ შემდეგი უკეთესი უნდა იყოს საქმიანობა და მაქვს ის მოლოდინი რომ იქნება ჩემი საკუთარი კიდევ კარგი რომ თვითონ კოლექტივი კარგი ხალხია და ასე ვთქვათ არის ურთიერთგაგება დიალოგები მოკლედ ადეკვატური ხალხია რა ანუ მაგის თქმა მინდა და არ არის რაღაცა ისეთი იცით აი ზოგ სამსახურში არის ეს ქაჯური ისინი რომ აი მე მაპატიეთ და გამოუსვლელი გუიმები რო არიან და ბევრი რაღაცაში ოჩახედული არ არიან ესეთები არსებობენ და ამიტომ იქ ვერ გააგებინებ ანუ ცივილიზებულ ენაზე რომ დაელაპარაკო უბრალოდ ვერ გააგებინებ და აქ არის ეს ასე ვთქვათ გაგების ამბავიც ყველაფერი და ამიტომ მარტივია და ძნელია საერთოდ მაინც დაქირავებულ სამსახურებში მუშაობა
იმიტომ რომ შენ თვითონ ანუ არ ეკუთვნის შენ თავს რა. რასაც გეტყვენ ის უნდა აკეთო სულ. მოკლედ კარგი კი იქნებოდა ის ადრე რომ ვიძახდი ვიდეოებში რომ მაგის დროც მოვფიქრობ. ხო ვიღაცა იტყვის რა დროს ანუ შენ ასაკში რაღაცა მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ეგეთ რაღაცებთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ ვიცი ახლა ბევრი სტერეოტიპებში ანუ სტერეოტიპებით ცხოვრობს და ჩარჩოებშია და რაღაცა ეტაპებად აქვს ცხოვრება დაყოფილი და ჩემთვის არა აქვს მაგას დიდი არსებით მნიშვნელობა ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთო ის რაც მიგაჩნია სწორი, რაც გახარებს ცხოვრებაში. რისთვის ცხოვრობთ ადამიანები? ზუსტად ამისთვის, რომ საკუთარი თავი გავახაროთ პირველ რიგში და მერე ჩვენს ირგვლივ ყოფი, ხო? ოჯახის წევრები და ასე შემდეგ. სხვა რა მიზანი აქვს ჩვენ ცხოვრებას? ურთიერთობა, ურთიერთგაგება, ეს ერთად გავლა ცხოვრების მხარდამხარ, იმიტომ რომ მარტო ადამიანი და ანუ ცალ-ცალკე ყველა არის ძალიან საბრალო, ძალიან ცოდო, იმიტომ რომ იდეაში და იდეით თვითონ ადამიანი მარტოა. ანუ მარტო მოდის, მარტო მიდის, ხო? არავის არ ჩაუკიდია ხელი ადამიანისთვის რომ იბადებოდა, ნუ ხა დაბადება კიდე შესაძლოა. და არავინ ხელს არ ჩაკიდებს, როცა უკვე წასვლის დრო მოვა, ხო? ანუ მე ვიძახი თვითონ. ეს და ასე რომ ეს ურთიერთობა არის რაც ადამიანებს გვაძლებინებს ყველაფერს ცხოვრებაში და როცა ეს ესმის ადამიანს და გააზრებული აქვს უფრო ფიქრობ უფრო ადეკვატურია და უფრო როგორ ვთქვათ ლოიალური რაღაცნაირად უგებს ხალხს და ესეთია თუ ისეთია ცდილობს რომ დათმობაზე წავიდეს და მოკლედ ესე ხო და ნევროზი ვიცით ძალიან მე რომ ვაკვირდები ძალიან გამეფებულია ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულად ნევროზიანების, აი შემიძლია თამამად თქვა, რომ აი ხელზე ჩამოსათვლელია ნორმალური, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანები. ყველა არის დაავადებული ნევროზით. და ეს არის, არ ვიცი, საშინელება. დღეს გავიაზრე, არა, ზუსტად დღეს არა, მაგრამ ამ ბოლო ხანებში გავიაზრე, რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული სულ რომ მეუბნებოდნენ ხოლმე ახალგაზრდობაშიც რომ აუ დაიკიდეო რა, ანუ ეს ჩავში დაიკიდე. ხო და ვერ წარმომედგინა რომ გუნდა აი რაღაცა ესეთი ვიყავი სულ აფორი აქ მეთქი ამას როგორ და იმას ვიზამ იგნორებას როგორ გავუკეთებ რაღაცა აგეთი ემოციებს ყვებოდი. დროთა განმავლობაში მივხვდი იმას, რომ აზრი არ აქვს ასე ვთქვათ ფართხალს და როგორც არის და რაც არის, ისე უნდა მიყვე ცხოვრებას. ოღონდ იმის თქმა არ მინდა, რომ სულელი იყო და თავი დახარო და ყველამ გადმოგიაროს და ფეხები შეგაწვინოს, არა. უბრალოდ რაზეც არ არის სანერვიულო და რაზეც არ არის ღელვა, არ უნდა იმებროს ადამიანმა. და უნდა შვიდად მიიღოს რაღაცა. მე სულ ვიძახი რა, ერთადერთი რასაც არ ეშველება მეგობრებო, ეს არის სიკვდილი და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. წვრილმანებზე რომ ნერვები მეშლებოდა ხოლმე, მე ჩემ თავს რომ ვუკვირდები, აი მაგალითად ახლა ვინც დიდი ხანია მიყურებთ, კი იცით როგორ ესეთი ეგრეთ წოდებული წიკები რომ აქვს იმაზე სიმეტრიაზე, სისუფთავეზე, რაღაცეებზე და რაღაცას რომ დავინახავდი, იმდენად უკვე აი ფორიაქობდი შინაგანად სანამ რაღაცას არ მოვაწესრიგებდი და მე მივხვდი რომ ხანდახან საჭიროა რომ გაატარო ეს მომენტი, იყოს ცოტა ხანი, არავინ არ გახჭობს, იყოს ცოტა ხანი და
თავის დროზე გააკეთებ. არ არის აუცილებლად მე ვიყავი როგორ იცით, აი ჰოპ ესე ჩქარა უცბად უნდა გამეკეთებინა ყველაფერს. ხო და უნდა დამშვიდე, დაწვერდე და პრიორიტეტები, ანუ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდე, საკუთარ ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდე. ღირებულებების გადაფასება უნდა ისწავლოს ადამიანებმა, უნდა იცოდნენ რა არის მნიშვნელოვანი და რა არის უმნიშვნელოვანი. იმდენად ვართ გათქვეფილი ამ ყოფა ცხოვრების, ანუ ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით დაკავებულები და ამ ყველაფერზე საზრუნავზე ფიქრით, რომ მთავარი გვავიწყდება. მთავარი კიდე ის არის, რომ წუთი სოფელია მოვდივართ ცოტა ხნით და გვავიწყდება მთავარი იდეები და პრინციპები ცხოვრებაში. და ეს არის პირველ რიგში ახლობლები, ნათესავები. აი მაგალითად ახლა რომ უკვირდები ხოლმე გარდაიცვლება ადამიანი და მე ფიქრობთ ადამიანები, რომ აი ნეტა ეს გამეკეთებინა, ის გამეკეთებინა. სანამ ეს მოხდება, მანამდე უნდა ასე ვთქვათ, სიცოცხლეშივე ვაფასებდეთ ერთმანეთს. აი ეს არის სამწუხარო ფაქტი, ძალიან ხშირად ხდება. და კიდე არ მესმის მე ისეთი ხალხის, რომლებიც ადამიანებს არ ინდობენ და ცხოველებს ასე ვთქვათ, თვითონ ცხოველებს უფრთხილდებიან. რაღაცა მგონია, რომ ესეთ ადამიანს უბრალოდ რაღაც ეგრეთ წოდებული პაგაზუხა ის აქვს რა, შირმა, ასე ვთქვათ. ასე მეგობრებო, ფიქრისთვის სამსახურში არ მოვსწრებთ, რომ ძირითადად ვარ მოქმედებაში და მომწონს ეს, იმიტომ რომ ბევრი ფიქრი წარმოშობს პრობლემებს, დეპრესიას და რა ვიცი, თან მით უმეტეს ახლა დიდრებს აქვთ პრობლემები და საფიქრალი და ახლა მე და თქვენ ვისაც ახლა ჩემნაირი მდგომარეობა გაქვთ, ხო წარმომდგენია რომ ჩაუღრმავდეთ ფიქრებს, რა შორს გავაქვთ და ამდენს ვინერვიულებ და მიგვიყვანს დეპრესიამდე, ამიტომ უნდა იყოს მეტი მოქმედება. უნდა აზრიანი მოქმედება, რა თქმა უნდა. და ხო დატვირთვა კიდე არაფრის გამო არ ღირს, რომ საკუთარი დავი დაიტვირთოთ იმაზე მეტად, ვიდრე თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა. ეს არის, არ ვიცი, ზოგი არის ისეთი ადამიანი, რომ მაგალითად აი მეც მქონდა რაღაცა პერიოდი, რომ მინდოდა რომ აი რაღაცა წარმომეჩინა ჩემი თავი კარგი კუთხით და ზედმეტს ვაკეთებდი, იმდენად ზედმეტს და ის რომ ისევ საკუთარ თავს ვიზიანებდი და მე მივხვდი რომ ვისთვის მადი საკუთარ თავზე იფიქრე პირველ რიგში და მე თუ ვინმე გთხოვს კი ბატონო, მაგრამ ისიც ზომიერად, მოკლედ. აი ესეთი ამბები, ესეთი საფიქრალი გამიშდა საღამოს. კარგით მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით. იმაზე მეტი გამომივიდა ვიდეო, ვიდრე გეგმავდი. კარგით, აბა დროებით და მოლოდინი მაქვს, რომ არ დავიკარგები კიდევ, ნახოთ აბა როგორ იქნება, რა იქნება. მოკლედ აქ რა, შორს არა. კარგით, აბა გაკოცეთ.